ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა საქართველოში 34 წლის ქალს დღეს დილით ქმარმა სასიკვდილო დაზიანებები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა, თავად კი ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივი მთავარს უყვება, რომ ბრალდებულმა მოკლული ცოლის დას დაურეკა და მომხდარი შეატყობინა. 38 წლის ბრალდებული კაცი შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს. მოქალაქემ რუსთაველის გამზირზე თვით დაზიანება მიიყენა, რადგან ვეტერანის დახმარება შეუწყვიტეს. ინფორმაციას კაცის ფოტოსთან ერთად სოციალურ ქსელში ვასო ელიავა ავრცელებს. მისი თქმით, თვით დაზიანებას კაცი მანამდეც აპირებდა და უძახე პოლიციას იმ იმედით, რომ სათანადო ყურადღებას მიაქცევდნენ. მაგრამ როგორც ჩანს, აშკარა ალცჰაიმერის ნიშნებით ადამიანი დატოვეს ქუჩაში, წერს ელიავა. ოფიციალური პეკინი უარყოფს, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლების გაგზავნას აპირებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ყოველთვის თანმიმდევრული და ნათელი იყო. ჩრდილოეთ კორეამ პირველად დაადასტურა, რომ მათ მიერ რუსეთის მხარეს ბრძოლისთვის გაგზავნილი ჯარისკაცები უკრაინაში დაიხოცნენ. ჩრდილოეთ კორეა თვეების მანძილზე უარყოფდა, რომ უკრაინაში ჯარისკაცებს აგზავნიდა. უშინკის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა ემოციური ცერემონიალი, სადაც კიმ ჩენ ინი დაღუპულ ჯარისკაცებს მამაცობისთვის აჯილდოებდა. ესპანეთში ძლიერი სიცხის გამო გაჩენილ ხანძრებს ებრძვიან. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებთან ახლოსაც ვრცელდება, ამიტომ 700 ადგილობრივის ევაკუირება გახდა საჭირო.